ის 11 პატიმრი სასამართლო პროცესი დასრულებული არის. დღეს გამოკითხა ბრალდების 2 მოწმე და დღევანდელმა პროცესმა აჩვენა, რომ მოწმეები ენდობიან გამოძიებას. ეს არის ის, რასაც ყველაზე ხშირად ისინი სხდომათა დარბაზში იმეორებდნენ. ამასთან ერთად მათ ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ იმ ადამიანების მიმართ ექნებათ პრეტენზია, ვიზაც სასამართლო გადაწყვეტს, რომ დამნაშავეა. ფიზიკურად შეუძლებელია 30 ადამიანმა, რომელთაც აქვს სხვადასხვა საკობრივი ჯგუფი, სხვადასხვა სამუშაო გამოცდილება, სხვადასხვა განათლება, ერთი და იმავე შინაარსის წინადადება ჩამოაყალიბოს ზუსტად ერთი და იმავე სიტყვათა თანმიმდევრობით. დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ პროკურატურას აქვს გენერალიზებული საშინაო დავალება გაცემული მოწმეებზე, გაიმეორონ ერთი და იგივე წინადადება. მათ პრეტენზია აქვთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც უშუალოდ დააზიანა ისინი თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონკრეტული პირი იყო კონკრეტული ადამიანის დამზიანებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აქვთ მხოლოდ მორალური გაკიცხვის სტანდარტი, რომ აი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ცუდია დაახლოებით ამ დონეზე და არა სამართლებრივად რელევანტური პრეტენზია 11 პირიდან რომელიმეს მიმართ. მოწმეების ჩვენების შედეგად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების დაშლისთვის და დარბევისთვის გამოიყენა არა ამ სფეროში სპეციალიზებული დანაყოფები, არამედ საბრძოლო დანაყოფები, როგორც მოწმემ თავად განაცხადა, ისინი მოხსნეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან, საგუშაგოებიდან, ესენი არიან ადამიანები, ვინც გაწვრთნილები არიან საბრძოლო მოქმედებებში და არა მარცხწესრიგის აღდგენაში ან აქციის დაშლაში. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირდაპირ დარღვევა და ამაზე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. ეს პირებიც ხვდებიან, რომ შეუძლებელი არის ესე პირდაპირ იმეს ხელი დაადონ, რადგანაც არ იქნება არც დამაჯერებელი და არც ანდო მით უფრო როგორ ყვებიან ისინი მოვლენებს, რომ იყო თითქოს და სიბნელე, თითქოს და რაღაცა ისეთი განათება იყო გარკვეულ ადგილებში რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე, სადაც 10 წლეულები არის იდეალურად არის ყველაფერი განათებული, თითქოს და ვერ ხედავდნენ, საიდან მოდიოდა მათ მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის საგანი. სინდისის 11 პატიმრის სასამართლოს სხდომა დღეს დასრულებული არის. სამშაბათს გაგრძელდება ამ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. ხვალაც იქნებიან შეკრებილი თავისუფლებისთვის მებრძოლების გულშემატკივრები, რადგან ხვალ დაანონსებული არის, რომ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.